მოგესალმებით მეგობრებო, მე და ჩემი მაშვილმა გადავწყვიტ ეს კოდის დავწეროთ. ბუნებრივია ყველაფერი დაწერილია ხელოვნური ინტელექტის მიერ, სამი ვეცადეთ, თუ რამე ვიცოდით ყველაფერი და ბოლოს მივედით აი ამ ვარიანტზე. ინსტრუქციასაც აუცილებლად დავწერთ, მაგრამ იქამდე დავდებთ ხელოვნური ინტელექტის შეფასებას ინსტრუქციას აი ამ კოდის. ჩვენ ვერ გეტყვით რომ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან ლამაზი გამოვიდა და ძალიან საჭირო. მოკლედ, დავიწყოთ იმით, რომ შეგვიძლია დღე-დაღამის რეჟიმზე მარტივად გადავიყვანოთ და ის რომ მობილურზე მუშაობს ზუსტად ისე როგორც ახლა ეკრანზე უყურებთ. მოკლედ, მიზანი რა არის? მიზანი არის რომ დაყოს ბავშვმა არსებით სახელები ორ ჯგუფად, ავეჯი და ჭურჭელი. შეგვიძლია ნებისმიერი კომბინაცია გავაკეთოთ, თავარია რაც ჩავუტვირთავთ. კიდე ერთი, თუ ინგლისურზეა კლავიატურა, მაშინ შეგვიძლია გამოვიყენოთ თაგუნა და გამოვიყენოთ სპეციალური კლავიატურა, ზე ASO არის ავეჯს აკეთებს და ზე არის ჭურჭელი. აი ამ შემთხვევაში. აი მაგალითად ასე ვცადოთ, ხო? ესე კარადა ხო ავეჯია, დავარყით და დაწერა სწორია. დოქი ჭურჭელია, დავწერეთ C, დაწერა სწორია. იგივე ვარიანტი გაკეთდება სხვა ვარიანტში და ეს იფსება. მოდი ახლა სპეციალურად თვალოთ რომ რაღაც შეგვეშალა. და ვთქვათ რომ სკამი არის ჭურჭელი, ანუ დავაჭირეთ 3 C-ს. არასწორია. დავფიქრდა ბავშვი, მაგრამ ჩათვალე რომ მაინც ჭურჭელია, მაინც არასწორია. და კიდე მაინც სწორია და მე კიდე თუ დააჭერთ, უთხრეს რომ არა ბატონო, არ არის სწორიო, ეს არისო ნამდვილად სკამი არისო, დოქი არის ჭურჭელი. და ასე მე შემდეგ და მაგალითად ახლა მივაჭერთ ეს ჭიქა ნამდვილად ჭურჭელია, ქვამი ნამდვილად ჭურჭელია, მაგი და ნამდვილად ავეჯია, თებში ნამდვილად ჭურჭელია, სავარძელი ნამდვილად ავეჯია, თასი ნამდვილად ჭურჭელია და საწოლი ნამდვილად ავეჯია. ნუ 5-5-ზე გავაკეთეთ, თუმცა ნახეთ და ანგარიში გამოიტანა. და რაღაც შეგვეშალა დაგვიწერა. ჩვენ პირდაპირ გეუბნებით თუ არ ვასწრებთ ერთმანეთსაგან ინკლუზიური ბავშვები ტერმინიც კი ახლა არ ვიცი სწორად გამოვიყენო თუ არა, ჩვენ თვლით რომ ეს უნდა გამოადგეს ყველას და თუ ზარმაცებსაც გამოადგება, ბეჯითებსაც, უფრო როგორ გითხრათ, უფრო ნიჭიერებსაც, ნაკლებად ნიჭიერებსაც თლად კარგი. დავით, ჩვენ გავაკეთეთ, დანარჩენი თქვენ.